ჯერ მთელი რიცხვები რომ იწერია, როგორ აღინიშნება ეს მთელი რიცხვები. პირველი სიმბოლო გავიხსენოთ Z-ით, ხო? და რა გახსოვთ ნატურალურ რიცხვებზე? იმის აღნიშნული სიმბოლო როგორია? რა არის უბრალოდ? ენი, ხო, ენი. და სად მოვათავსო? აი ახლა მინდა აქ სქემა გავამზადო Z და ენი. ოღონდ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში რომ ჩანდეს და Z-ში შიგნით ჩავსვო თუ გარედან შემოვხაზო? რას ფიქრობ? ჯობია. კარგი, მოდი მაშინ დავაკეთეთ რიცხვით ღერძს, რომელიც მე აქ დავხაზე და გავამზადე. რიცხვით ღერძი რა არის? ეს კითხვა დავსვათ. არის ხაზი, რომელსაც აქვს მიმართულება და ასევე რა აქვს? ათვლის სათავე, საიდანაც რიცხვები იწყება, ხო? ესე იგი, მარჯვნივ მიმართულებით ყოველთვის ისინი იზრდებიან. მარცხნივ მიმართულებით ყოველთვის მცირდებიან. ეხლა რითი თქმა მინდა? თუ კი ამ თელ რიცხვებთან დაკავშირებით მე ესეთი ღერძი გავამზადე, სადაც დადებითი რიცხვებიც გვაქვს, აგერ უარყოფითი რიცხვებიც გვაქვს და ნულიც გვაქვს და მე მინდა დაკავშირება მთელის და ნატურალური რიცხვის ერთმანეთთან, ისმის კითხვა. ენი მოიცავს Z-ს თუ Z-ი მოიცავს N-ს? რომელს მოიცავს? ენი მოიცავს Z-ს? ანუ ენი რიცხვები ჩამომითვალე. ხო, ამას გეკითხებით, რომელი სად არის? ანუ ესეთი რაღაცა დავხაზო, ენი შიგნით იყოს და გარედან გავაკეთო Z-ი თუ პირიქით Z-ი იყოს შიგნით და გარედან გავაკეთო ენი. აი ამ რიცხვითი ღერძიდან გამომდინარე, წესით დასკვნა უნდა გამიგეთოთ სწორად. Z-ი უნდა იყოს გარედან და რატო? ენი თვითონ არის რიცხვები, რომელსაც ვიყენებთ რისთვის დასათვლელად. და ამ დასათვლელ რიცხვებში პირველი რა არის? ნული ნატურალური რიცხვი არ არის. იმიტომ რომ არაფრის დასათვლელად არ გამოდგება. ანუ საიდან იწყება ნინო? ერთიდან უსასრულობამდე. ესე იგი გამოდის, რომ ეს ნაწილი არის ნატურალური რიცხვები და ეხლა ყველაფერი ერთად არის Z რიცხვები, ანუ რომელია უფრო დიდი სიმრავლე, რომელშიც ბევრი რამე შედის. დადებითებიც, უარყოფითებიც და ნულიც. ანუ ეს გამოირიცხა, Z-ი შიგნით არ არის, Z-ი არის გარედან. ენი შიგნით არის. ენის ნაცვლად აქ შემიძლია ჩავამატო 1 2 3 ეს ვიზუალურადაც რო ჩანდეს და Z-ისთვის უკვე ნახე, ცალკე წრე რომ მაქვს აი აქ ეს რგოლი, აქ ჩავწერ რას, რაც N-ში აღარაა და მარტო Z-ში ასე რომ ვთქვა. აი რეები არის რომ გამოვარჩიო Z-ში დამატებით, ნატურალური რიცხვებისგან დამატებით რა მიწევს რომ დავწერო? მინუსები, ანალოგიურად ჩავწერ -1, -2, -3 და კიდე რაღაც აუცილებლად უნდა დავწერო ის რაც N-ში არ შეიძლება რომ ეწეროს. 0. ესე იგი ელენე, ვიმახსოვრებთ რომ ნატურალური რიცხვი არ არის 0, არაფრის დასათვლელად არ გამოდგება. კარგი. ეხლა განმარტებას რაც შეეხება, ნახეთ, მთელი რიცხვების განმარტება, სიმბოლოა ეს Z-ი და მთელი რიცხვების განმარტება შემდეგნაირად შეიძლება ავაწყოთ. ის შედგება მთელი უარყოფითი რიცხვებისგან, მთელი დადებითი რიცხვებისგან და ნულისგან. და ნულზე რა მაქვს, ნახეთ, მიწერილი ეს განსაკუთრებით უტოლობებს რომ ვისწავლეთ, აი მაშინ გამომადგება. არც დადებითია, არც უარყოფითია. ეს ფრაზა კიდე რაღაც თემასთან თუ გაგონდებათ, არც ისაა, არც ესაა. ხო, რომელი რიცხვია არც მარტივი რო არის და არც შედგენ? 1, კი ბატონო. და ამასთანავე ამ ნულს რას ეძახიან? ათვლის სათავეს, ხო? ესე იგი, აქამდე ვთქვათ, ეხლა კი ხართ დიდები მანამ, ვთქვათ, ხა ვართ მართლა მე-7 კლასელები და რას ვფიქრობთ, ესე იგი, აქამდე რა ვიცოდით? ამის გარეშე ვიცოდით რიცხვითი ღერძი. პირველად ხაზს რო გავავლებდით, თავში ვწერდით ნულს, როგორც სათავეს, მერე ვაძლევდით მიმართულებას და ვალაგებდით რიცხვებს დადობის მიხედვით. ეხლა დაგვემატა ზუსტად იგივე, ესე ვთქვათ, სიმეტრიულად იქით ამ ხარესაც და შესაბამისად შევარჩიეთ რიცხვები, რომლებიც ერთმანეთის მოპირდაპირეები არიან. ეს ტერმინი შეგხვდებათ. როგორია რიცხვის მოპირდაპირე რიცხვი და როგორია შებრუნებული. და ამას შორისაც არის ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა, ეშლებათ ხოლმე ეგ. ახლა